ღვთისგან ჩვენი მამისა და უკავ იესო ქრისტესაგან მადლი და მშვიდობა იყოს თქვენ. ამინ. დღეს მოსმენილი საკითხებიდან სამი ხმარს. ეს არის იოელ წინასწარმეტყველი, პავლეს გული და თავად იესო. სამივე გვესაუბრება ერთსა და იმავე საკითხზე, სიმართლეზე, სამართალზე და მოწმობაზე. იოელი გვიჩვენებს ღვთის აღდგენილ ხილვას და ამბობს, აგინაზღაურებთ იმას, რაც კალიებმა შეგამეს. ცოტა უცნაური ტერმინია, მაგრამ იმ დროში გამთვალისწინოთ, რა მხელას ზიანს აყენებდა წერი და ტოვებდა მშიერს ადამიანს. პარალელურ გავლობა შეხედეთ ჩვენ საქართველოს დღეს. სოციალური მდგომარეობა როგორი ძიმია. მაგრამ ღმერთი ხედავს ამ მორალურ და ეკონომიკურ კრებას და გვპირდება რომ დაგვიბრუნებს იმაზე მეც, რაც უსამართლობამ და კორუფციამ შთანხმდება. მაგრამ ეს აღდგენა არ ხდება იქ, სადაც ფარისეულობის სული ბატონობს. იესო გვიყვება ფარისეულისა და მეზვერის იგავს. ეს ეხება მათ, ვინც საკუთარ თავს მართლად თვლიდა და სხვებს ზიზღით უყურებდა. ბევრი ვინმე გადახსენდა თავად ამას. დღეს ჩვენი ვერი იმართება ფარისეულური სულით. ფარისეველია ის, ვინც აყალბებს არჩევნებს და შემდეგ საკუთარი პატრიოტიზმით ყოყოჩავს. ფარისეველია ის, ვინც კანონებს საკუთარი და სამეგობროს სარგებლისთვის წელს. და ღმერთს მადლობს, რომ არ არის ის ძარცველი, რომელსაც თავად იცავს. ამის შედეგია ქვეყანა, სადაც ხალხი ტოვებს სასახლეებს და ოჯახებს. და არ მიდის თავგადასავლის საძიებლად, როგორც ეს ნორმალურ ვითარებაში შეიძლება მოხდეს. არამედ სასოწარკვეთილება აიძულებს ამ ადამიანებს გადაიხვეწნო სხვაგან. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში თაფლისა და რძის მდინარეები მოედინებოდეს, ქვეყნიდან გაედინება მისი მოსახლეობა. და როგორც მდინარე, ისე იცლება საკუთარი სისხლისგან. როდესაც ოჯახები იშლება, საყვარელი ადამიანები ცალკევდებიან. და ეს არ არის ღმერთის ჩანაფიქრი. ეს არის უსამართლობის, ბოროტების და სიხარბის შედეგი. როცა ადამიანები ვერ ცხოვრობენ ღირსეულად იმ მიწაზე, რომელიც მათ ღმერთმა მისცა. ეს მიწა იქცევა მოწამლული მიწა. ვინ მოწამლა? თავი. და ზუსტად ამ ფარისეულური სულით მოქმედებს ქართული ხელისუფლება. როცა აპატიმრებს სიმართლის მთქმელებს, როცა აპატიმრებს კრიტიკოსებს, როცა აპატიმრებს მომიტინგეებს. ჩვენი დროის მეზვერეები არიან ეს ადამიანები, როგორც დღეს მოვისმინეთ სახარებაში. ვინ იყო მეზვერე? მეზვერე იყო ყველაზე საძულველი ადამიანი იუდაურ საზოგადოებაში იმ დროს, იმიტომ რომ ის წარმოადგენდა რომის იმპერიას და აგროვებდა გადასახადებს რომის იმპერიის სახელი და ყველას ძულდა მეზვერე. ეს მეზვერეები იდგან ამ დღეს უსთავაზად. ეს მეზვერეები არიან ციხეში გამოკეტილი უსამართლოდ. საქართველოს პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური არ არის. ეს ფარისეულური მორალი არის მისი პრობლემა. არ არის მარტო ხელისუფლების პრობლემა, ეს საზოგადოების პრობლემაც არის. როცა ძლიერი თავს მართლად თვლიან, როდესაც მართველი გუნდის მხარდამჭერების ზემოდან გვიყურებენ და თავს ხუჭავენ უსამართლობაზე, რომელიც ხდება. იესოს ვახსენებს, ვინც თავს იმაღლებს, ის დადაბლდება. და ვინც დაიმდაბლებს თავს, ის ამაღლდება. ღმერთი არასდროს არ გაამართლებს ამ პარტავან მთავრობას. ის ამართლებს უბრალო ადამიანს, რომელიც დგას, ჯიხს იცემს და ამბობს უფალო, შემიძლია, მე ვარ ცოდვი. და აქედან მინდა ჩემთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე გადავიდე, ეს არის ეკლესიის დუმილი ამ დროს. რა ხდება ქვეყანაში და ეკლესიის დუმი. თუ ეკლესია დუმს მაშინ, როცა ღარიბები არიან დავიწყებულები.
და სიმართლე ჩახშობილია, კორუფცია ზეიმობს, მაშინ ეს ეკლესია თავად აძლევს სულიწმიდას. მისი შიგნიდან გამოაგდო სულიწმიდა. იოელი ამბობს, გადმოუღრით ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და თქვენი ძენი და ასული იწინასწარმეტყველებენ. მე ცოტა არ მომწონს ამ თარგმანში სიტყვა წინასწარმეტყველება, იმიტომ რომ რასაც იოელი გულისხმობს, ის არ არის წინასწარმეტყველება კლასიკური გაგებით, რაც ამ სიტყვას დენს. წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაში ნიშნავს სიმართლის მთქმელს, გამბედავს, რომელსაც არ ეშინია მეფის, არ ეშინია დასჯის, სიკვდილის და ასე შემდეგ. ქართულში ალბათ სხვა სიტყვა გამომიხსენოთ მაგრამ ლოგიკა ეგ არის. წინასწარმეტყველი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სიმართლის გასაჯაროებას. ბუმარ ეკლესია არის დამორჩილებული ეკლესია, რომელსაც ეშინია სახარების ძალის და დღეს ჩვენ ამის სიმოწმეებია. ეს სიჩუმე მხოლოდ ინსტიტუციური არ არის, ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, ეს არის პიროვნულიც არის. რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისები, მაგალითად დეკანოზი თეოდორე, რომელიც დღეს გვევლინება როგორც ეკლესიის სიმბოლო. თუმცა ჯამურად მღვდლებს გონიათ, რომ მათი მსახურება მათო საკუთრებთან დგომა, ლოცვები, რიტუალების შესრულება და პურისა და ღვინის კურთხევაა. წირვისას თუ ალწევს ბარძიმს, მაგრამ დაჩაგვის და გაჭირვებას არ ვეხმარებით, მაშინ ჩვენი საკუთრებები თეატრის სცენას მსგავს. უბრალოდ თამაშობს, რომ ჩვენ გვჯერა. რატომ მიუთითებს იესო მეზმერას? ყველას გარკვეულ ადამიანს. იმიტომ რომ გვაჩვენოს, რომ მადლი იწყება იქ, სადაც აპარტამენტო სრულდება. მეზმერის ლოცვა ღმერთო შემიწყალე მე ცოდნი. ძალიან მარტივია. არაფერი ბევრი არ არის ისეთ, ხო? მაგრამ მრავალწლოვანია. ის არის ნამდვილი სინამდვილის ხმა, რომელსაც ყველა უნდა დაუყოვნოს. და ეს ჩვენთვის ნიშანია, რომ სიყვარულით გამოვასწოროთ სიტუაცია. არა სიძულვით, არამედ სიყვარული. სიყვარული არ ნიშნავს უსამართლობას, სიყვარული არ ნიშნავს უსამართლობის უგულებელყოფას. სიყვარული არ არის სიბრმავე და არც ზრდილობიანი გულგრილობა, როგორც ბევრს გონია. ნამდვილი სიყვარული ხედავს ჭრილობას და ცდილობს მის განკურნებას. სიყვარული გვასწავლის ცოდვის დანახვას, როგორც ღვთის გზიდან გადახვევლისა და გვაბრუნებს იმ სიმართლეში, რაც არის. თუ ეს სიცხადე არ გვაქვს, სიყვარული კარგავს ძალას და ქრება. ნამდვილი სიყვარული არის გადამრჩენელი სიყვარული, რადგან ამბობს სიმართლეს და ამთელებს გატეხილს. ქრისტეს ჯვარი დგას ჩვენი რწმენის ცენტრში. ეს ნიშანია, რომ ღმერთი ტკივილს უპასუხოთ არტოვებს და ჩვენ მოგვიწოდებს ვიმოქმედოთ. თუ ჯვარი გვაძლიერებს, ჩვენ აღარ ვიქნებით ჩუმად. როგორც ქრისტიანები, ჩვენ მოწოდებული ვართ ვიყოთ არა ცინიკოსები, არამედ მებრძოლები. ჩვენ უნდა ვიყოთ ისინი, ვინც მოითხოვენ სამართლის აღდგენას, არა სიძულვილით, არამედ სიყვარულით, რომელიც იცავს ყოველი ადამიანის ღირსებას. პავლე მოციქული ამბობს ტიმოთეს წერილში, მეორე საკითხავი, რომელიც წავიკითხეთ, უფალი მართალი მსაჯულია, მომცემს ჩემთვის სიმართლის გვიგვინს. ღმერთი არის მსაჯული. და ეს აერთიანებს იოელსაც, პავლესაც და ქრისტესაც ამ შემთხვევაში. და ეს არ უნდა დაგვაუწყდეს ჩვენ არასდროს, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ღმერთს ვუყურებთ როგორც პროკურორს, ან როგორც ადვოკატს. მაგრამ ღმერთი არის მსაჯული. და საჯულის წინაშე შემთხვევით სიმართლეს ლაპარაკობ. და სიწმინდე იწყება სიმართლე. და გულწრფელობა. სიწმინდე არ არის მიღაბი ან ტიტული. სიწმინდე იყო მართალიშვილის თავთან და ღმერთის წინაშე. მავან შეუძლია ყველა არსებული მართვა დაიცვას, ყველა რიტუალი უბადლოდ შეასრულოს,
ყველა ლოცვაზე პირად იცნობს. თუმცა ადამიანი ვერ გახდება წმინდა არჩი. თუ ჯერ არ ისწავლის სიმართლის ცხოვრებას. როცა საკუთარ თავთან მართალი ვართ, მაშინ მართალი ვართ ღმერთის წინაშე, რადგან სიმართლე ის ადგილია, სადაც თავად ღმერთი ცხოვრობს ჩვენში. ეს ეხება ყველას. ნებისმიერი ასპექტი ჩვენი ცხოვრების. მოიცავს ამას. იღავი უწყლეს საკუთარი თავის წინაშე. თუ სიმართლე და სამართალი არ არის, სიწმინდე მხოლოდ მოჩვენებითი და ღვთიური გეგმის გაცილვა არის. სასაცილოდ და აღიჩათაგრებაა ღმერთის. წმინდა არის ის, ვინც ნამდვილია, მართალი და სამართლიანია. წმინდა არის ის, ვინც დადის სიმართლეში. ეს ძალიან მარტივად. და ბოლოს ერთი რამ მინდა გთხოვოთ, რომ დაიმახსოვროთ. ჩვენი ღმერთი არ არის პროკურორი, არ არის ადვოკატი. და ის არც ბრალს დაგდებს, ის არც დაგასავს. მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს. იღავი მართალი. როგორც სასამართლოშია მოსამართლესთან, როცა მივდივართ, ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფრის სიმართლის გარდა. სწორედ ასე უნდა ვიყოთ ჩვენ ღმერთის წინაშე. თქო დავკეთეთ ამას. ყოველი მართალი სიტყვა უკვე ლოცვა არის. და ყოველი გულწრფელი საქმე ნაბიჯია სიწმინდისკენ გადადგა.